ანაფილაქსიური რეაქცია არის სისტემური მწვავეს, პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქცია, რომელიც გავრცელებულია ორი ან მეტი ორგანოთა სისტემებზე. დექსამეტაზონი არასდროს არ ყოფილა, არც ახლა არის და არც მომავალში არ იქნება ანაფილაქსიური შოკის სამკურნალო პრეპარატი. ის არის, თქვათ, კრუპის სამკურნალო პრეპარატი, თუმცა არც იქ არ არის ასე ვთქვათ, პირველი რიგის პრეპარატი. და ასევე ის რომ ის არის ძლიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედების მქონე პრეპარატი და მან შეიძლება აალაგოს ის რაღაცა გარკვეული დროის მოქმედების შემდეგ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ანაფილაქსიისთვის გამოდგება, იმიტომ რომ მისი მოქმედება გაცილების ხანგრძლივია, ხოლო ანაფილაქსიური რეაქციის დროს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სწრაფად მოქმედი მედიკამენტის გამოყენება და ეს მედიკამენტი დექსამეტაზონი არ არის. და არის ადრენალინი, რომლის გაკეთებას, დოზირებაც უნდა ვიცოდეთ, ეს იმ შემთხვევაში თუ კი ვთვლით, რომ ვართ ამ რისკის ქვეშ. თუ კი ჩვენ ვფიქრობთ, რომ ანაფილაქსიური რეაქციის რისკის ქვეშ ვართ, ამ შემთხვევაში უნდა გავიაროთ კონსულტაცია ალერგოლოგთან და ის მოგცემს დავალებას რა მედიკამენტები უნდა გქონდეს და როდის გავაკეთოთ. და თუ კი გვაქვს უბრალოდ ალერგიული რეაქცია, ამისთვის ალერგიის სწავლები არსებობს.